9 გეგს სახელი დაერქვა, იმიტომ რომ თავიდან იყო მხოლოდ 9 პოსტი მთელ გვერდზე. შემდეგ ეს შეასწორეს და ამიტომ ახლა სკროლინგი შეგიძლიათ უსასრულო ჩაიყვანოთ. ყველა პოსტი, რომელიც არის და აქ არის ათასობით პოსტი, შეგიძლიათ ნახოთ უბრალოდ ერთი სკროლინგით. თუ გინდათ თავიდან დაიწყოთ NineGag-ის ისტორია, უნდა ჩაწეროთ ურულში ბოლოს ninegag.com დახშილი ხაზი top. NineGag-ს აქვს 3 გვერდი. What's hot, რომელზეც არის ყველაზე საუკეთესოები იმ დღის, trending, რომელზეც არის ისეთები, რომლებზეც ხალხმა უნდა მიცეს ხმა, რომ გადავიდეს hot-ზე და vote, რომელზეც ყველას შეუძლია დადოს და მერე ხალხი ამას ხმის მიცემით გადაიტანს trending-ზე. NineGag-მა მოიგონა ესეთი სისტემა, რომ ყველა ამ პოსტს დაადოს თავის ლოგო ბოლოში. ამიტომ წესით ყველამ უნდა იცოდეს ეს 9 გაგის საიტი. NineGag-ი უადვილესი გზა რომ გაერთო. ამ სლოგანით და სასაცილო სურათების დიდი ნაკრებით, საიტი NineGag-ი 2008 წლის შემდეგ ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალ თაობას იზიდავს. ვებ-გვერდმა სახელი სასაცილო სახეების, იგივე მემეების და ამ სახეებით გაკეთებული მინი-კომიქსების საშუალებით გაითქვა. 2010 წელს უკვე შესაძლებელი იყო საიტზე დარეგისტრირება და საკუთარი სახელით სურათებზე კომენტარის დატოვება. საქართველოში NineGag-ი რამდენიმე წელია შემოვიდა. თავიდან პირველად NineGag-ის მომხმარებლები ვიყავით თბილისის ფორუმის წევრები. იქ არის ერთ-ერთი განყოფილება სახელად უსათაურო და ამ განყოფილებაში თემაში დებდით NineGag-იდან rage-ებს, ეგრეთ წოდებულ rage-ებს. ბევრი ქართული page-ის ადმინი იწერს NineGag-იდან კომიქსებს, შემდეგ გაქართულებს და ასაღებს თავისად. არა და თვითონ ეს rage-ი სინამდვილეში პირველად NineGag-ზე იდო და იდეა მოპარულია. ჩემი rage-ები მოხვედრილა რამდენიმე და საკმაოდ რეიტინგულები არის. ეს არის მაგალითად ერთ-ერთი ჩემი rage-ი, რომელსაც აქვს 47,000 ხმა. Rage-ის აწყობა არის ძალიან ადვილი და ამის შესაძლებლობას უამრავი საიტი გვაძლევს. მე პირადად ვიყენებ ragemaker.com-ს. იგი ძალიან მოსახერხებელია და ადვილია ამ საიტის საშუალებით სასურველი rage-ის გაკეთება. Rage-ების გასაკეთებლად გამოიყენება არა მარტო ჩვეულებრივი გამოგონილი მემეები, არამედ კადრები ცნობილი მსახიობების მონაწილეობით. ყველაფერთან ერთად NineGag-ის მომხმარებლები ხშირად რეალურ ცხოვრებაშიც იყენებენ მათ სახეებს.